გამარჯობა. ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდია და შემთხვევით ეხა უნდა წარვადგინო ესე. სანამ წარვადგინო ანდო თქვათ რომ პაბ 54-ში ვიმყოფებით. მადლობა მათ ამ სივრცის დათმობისთვის. YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე რა უნდა გამოიწერონ? ძმების პოდკასტის არა. ომახიანად. ძმების პოდკასტი უნდა გამოიწერონ TikTok-ზე, YouTube-ზე და პოდკასტი გამოიწერეთ, გამოგვყევით, კომენტარი დაგვიწერეთ, მოგვიწონეთ ეს ვიდეო და მოკლედ იაქტიურეთ და ლევან ჩამბობს ხოლმე მაგას, მაგრამ ეხლა მე ვიტყვი, თუ გინდა შენ თქვი რომ 2000 გამომწერზე რა ხდება? არ იცი? არა. არ ვიყურებ? არ ვიყურებ. 2000 გამომწერზე მოკლედ ცოტაღა დაგვრჩა და ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერით საქართველოს ნაკრების ფორმა გათამაშდება, რენდომად გათამაშდება, რა თქმა უნდა. ლევანჩო არ იმყოფება საქართველოში, ბუდაპეშტშია, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე და ამაზე რამდენიმე წუთში მოგახსენებთ. მანამდე კი გაიცანით სანდრო ყუფარაძე, სპორტის მოყვარული ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მე-7 კლასში გადავიდა, სხვათა შორის დაამთავრა მე-6 კლასი წარჩინებით და მე-7 კლასელია. გითხარი რამე ხა ორი სიტყვა. პირველ რიგში ძალიან მიხარი აქ რო ვარ. ზეპირად არა ეს მოეშვი და ისე გითხარი. ხო, მიხარი აქ რო ვარ. ცოტას ნერვიულობ კიდევაც. ხო, რა მოხდა მე? დღეს ლევანჩოს ვცვლი და მინდა ხო, თუ კაი გაცვლა იქნება, მე ვიფიქროთ. საერთოდ ჩანასწორები გაწყობს? რა პრობლემა? კაი. მერე? ვინ ხარ, გაგვეცანი? მე ვარ სანდრო ყუფარაძე. ლევანჩოს და მერაბიკოს პატარა ძმა. შეგენაცვალე. ფეხბურთი მიყვარს ძალიან. ხოთა შორის უნდა აღვნიშნო, რომ მე და ლევანჩო ხარ ძალიან პატარა ასაკიდან ავადმყოფურად შეყვარებულები ვიყავით ფეხბურთზე და სპორტზე ზოგადად და ამან ცოტა გვიან დაიწყო. ეხა არ იყო 5 და 6 წლიდან არ იყო ისეთი აქტიური მაყურებელი სპორტის. აი ბოლო 1-2-3 წელია 12 წლისაა და სადაც 8-9-10 წლიდან უფრო აქტიურად. და განსაკუთრებით მაშინ შემიყვარდა, როცა საქართველოს ევროპაზე გავიდა. ხო, ნუ ეგ თავისთავად, ეგ. აი ეგ იყო ჩემთვის ძალიან კაი. სამაგიეროდ ეხა იმ დღეს რაღაცას მეკითხებოდა მოყვები ერთ იმას, რომ ერთა ლიგის ფინალი რომ უნდა ყოფილიყო ესპანეთი პორტუგალია და ვზივართ, ვხედავთ მე და ეს და ეს მომენტი, აი ესპანეთმა რომ მოიგო, მე იქ რო წააგო, მე შუალედში საფრანგეთმა რომ მოიგო და უცოდ დააიჭრები, რომ საფრანგეთმა როდის და მე დაუგუგლე და მართალი ყოფილა ბავშვი. ასე რომ უნდა ენდო უმცროს ძმას. ვერკვი. მოკლედ უყვარს, შეუყვარდა სპორტი, უყვარს ფეხბურთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა მე შენ კითხო ეხა. უმცროსი ძმის თან იმ თაობის წარმომადგენლის, რომელიც სულ რაღაცა YouTube-შია და ყველანაირი კონტენტი იცის კარგად. პირველი რჩევა მოგვეცი შენ უფრო ძმებს. ანუ რჩევასავით არ მინდა, მაგრამ აი ძალიან მომწონს, რომ თავისუფლად ლაპარაკობთ. ვახ, შეგი, მადლობა. ბევრისგან განსხვავებით. აი რო არის ესე რა ძალიან დაძაბულები რო არიან, ეგ არ ხართ, თქვენ ეგრე არ ხართ და ეგ მომწონს ძალიან. მე კიდე მინდა რომ უფრო ხშირად იყო. აჰა, განაცხადია. ეს განაცხადია. ეს განაცხადია, ხმა მაღალი. უფრო ხშირად მინდა რომ ვიყო და უფრო მინდა რომ ლევანჩო ჩავანაცვლო ხოლმე. რატომ მაინც და მაინც ლევანჩო იქნება მე მანაცვლო კაც. ხო რა ვიცი. სულ ერთია, ხო? სულ ერთია, მაგრამ თავარია ხშირად იყო. თავარია ხშირად რო. კაი, ესე იგი რაღაც უნდა ვიფიქროთ ფორმატის შეცვლაზე. კაი. მადლობა სანდრო ესე გულახდილი საუბრებისთვის და მაშინ შენ იმას იზავ, ხო? თუ ჩანაცვლება, სულფასოვნად ჩაანაცვლებ და ნიუსების ამბავშიც მომეხმარები. მოდი, ჯერ დავიწყოთ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატით. კაი, მე ფეხბურთით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ძიუდოთი დაიწყე. დაიწყე, მიდი. რომელიც ხვალ იწყება. ანუ დღეს იწერება ეს ეპიზოდი პერიოდულად. და პარასკევს იწყება. ლევანჩოც მაგიტო ჩავანაცვლა ის ბუდაპეშტში, სადაც ეს მსოფლიო იმართება. და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობით ვასპარეზობთ ამ ტურნირზე და როცა ვინ მოიგებს ოქროს? ჩვენ, რა თქმა უნდა. ჩვენ კი არა და რომელი ძიუდოისტი? რა ვიცი. არ აქვს ჩვენ თავი ჩვენ მოვიგოთ. აჰა, კაი. და ეს ეპიზოდი როცა დაიდება YouTube-ზე, უკვე დაწყებული იქნება. როდის დაიდება? სამშაბათს. კიდე კაი, ხა რო ეთქო რომ არ ვიცი, რა თავს მოვიკლოთ. მოკლედ წარმატებებს უსურვოთ ჩვენ ძიუდოისტებს. ყველას უკლებლივ, ნუ არიან გამოკვეთილი ფავორიტები და შეიძლება ნაკლებად გამოკვეთილი ფავორიტები, თუმცა ყველას გოგოებსაც და ბიჭებსაც წარმატება და მათ შორის შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც წარმატებებს უსურვებთ. გუშინ უყურებ ფეხბურთს? კი. და აი ყველაზე მეტად ის მომენტი დამამახსოვრდა ბოლო წუთზე რომ გავიტანეთ ჩვენ გოლი. ნუ ეგ იყო მთავარი მომენტი ხო, იმიტომ რომ ანუ მაგან გადაწყვიტა მოვიგებდით თუ წავაგებდით. უფრო წავ ფრე დამთავრდებოდა.
და როგორ ჩანს მოვიგეთ მეორე როგორ გოლი. ჩანს? როგორ ჩანს რა, მოვიგეთ. მოვიგეთ. და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ბოლოს როცა უყურებდა, ბოლოსკენ რო იყო, რამოდენი 1-2 წუთი რო იყო დარჩენილი. ცოტა ისე ვიყავი, რომ მეთქე ხა ფრერო დამთავრდეს, ცოტა არ მაწყობს, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ მოგვიგოთ და ხო, პირველი. თან მეო პარალელურ თამაში, ფავორიტების თამაში, პორტუგალია, საფრანგეთი, ფრე დამთავრდა და ეს ჩვენთვის კარგი იყო, იმიტომ რომ პირველი ტურის მერე ჯგუფში პირველ ადგილზე ვარ. 14-ში იქნება მეორე ტურის თამაში საფრანგეთთან და ეს ეპიზოდი რო დაიდება 17 უწევს სამშაბათი, თოსურად მახსოვს, იმ ღამეს არის მესამე ტურის მატჩი და მოკლედ ისე ნაწილდება, რომ გვაქვს შანსი, შეიძლება არა უშავს, ეგეც ცოცხლა დედა თუ გირეკავს უთხარი ეთერში ვარ თავი დამანებე თქო. ისა რა ქვია, დედაა? არა, მამა. მამა? თლად უკეთესი. მოკითხვა მამას აქედან. ხო და ისა რა ქვია, რა უნდა მეთქვა? მოკლედ შეიძლება ერთი ქულაც გვეყოს, ნუ ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეიძლება გვეყოს ჯგუფიდან გასასვლელად. ჯერ რომ მოვიგებთ მაინც. ჯერ რომ მოიგებ. და ეგრე იყოს. ჯეროდეს და მოვიგოთ. და არ შეიძლება რომ ჩოგბურძია ვთქვათ, იმიტომ რომ როლან გაროსის ფინალი იყო, რაღაცა წარმოუდგენელი 5 საათ ნახევარი თითქმის დაახლოებით, რაღაც აი ეგ თითქმის 5 საათ ნახევარი, მაგრამ 5 საათ ნახევარი იქით იყოს და რა გააკეთა იმა რა ქვია ალკარასმა, ალკარასის სინერის დაპირისპირებაში და კიდე ერთხელ დადასტურდა თუ დამეთანხმები, რომ ეს სპორტი მაინც ძირითადი ნაწილი მაინც მენტალიტეტზეა დამოკიდებული რა. რაც სეტებში 2-0-ზე და პრაქტიკულად матч პოინტიდან გააკეთა ალკარასმა, შემოატრიალა თამაში და 3-2 მოიგო და ნუ წარმოუდგენელი თამაში იყო და ბოლოს უკვე სინერს გატეხა. ალკარასმა სინერი გატეხა. თამამად შეიძლება იყოს და შესაბამისად აი 5 საათზე მეტი წარმოიდგინე. აი 5 საათზე მეტი რა შეიძლება გააკეთა. სკოლაში რამდენი ხანი ხარ? დაახლოებით 4. 9-დან პირველამდე 2-9. წარმოიდგინე რომ სადღაც 2 სკოლა თელი დღე სკოლა რაც გაგდილა რა 9-დან 2-9-მდე აი ეგ პერიოდი რომ ტიპებმა დაიწყეს თამაში და მორჩენ შენმა ბოლო ზარმარო დარეკა. და წამოხვედი სახში. ხო წარმოუდგენელია. ხო წარმოუდგენელია. ასე რომ აი მაგიტო მიყვარს სპორტი რა რომ ეგეთი რაღაცები ხდება რა და ეგ მენტალურად მონსტრი თუ არ ხარ დღევანდელ სპორტში და ფიზიკურად მონსტრი თუ არ ხარ ძალიან რთულია წარმატებას მიაღწიო და ვისიამოვნოთ სპორტით. კიდე რა გვაქვს სათქმელი? აბა წყალბურთზე იცი რამე? კი, შვეიცარიასთან მოვიგეთ. რა ანგარიშით? 29-5 თუ არ ვცდები. თუ არა? 29-5 იმას ჩავხედა. არა. 29-5 მოვიგეთ, კი, 29-5 მოვიგეთ, ბოლოს ისრაელს მოვიგეთ 19-ით. ბულგარეთსაც 9 და ბულგარეთს მოვიგეთ რეკორდული 51-10. სულ სამთამაში გავიტანეთ 89 გოლი და გავუშვით 24 თუ რაღაც და მეშვიდ თავარი ამბავი აქვს რა არის რომ მე ზედიზედ მეშვიდეთ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ზედიზედ მეშვიდეთ ვითამაშებთ. კი და იანვარში იქნება ევროპის ჩემპიონატი სერბეთში, ბელგრადში გაიმართება და საუკეთესო შედეგი გვაქვს 2022 წელს მერვე ადგილი. და იმედია რომ ეხლა გავამჯობესებთ. უკვე 2026-ში იქნება იანვარში სერბეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი და წარმატებები წყალბურთელებსაც, იმიტომ რომ ეხლა სამთამაში 99 გოლს რო იტან, ალბათ ნუ გასაგებია მეტოქეებსაც გააჩნია, მაგრამ ფორმაშიც არიან და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა შენ რა მითხარი, იცი? თვალიშვილს უყურე? კი, აუ, არ ვიცი. გაათენე თუ გაიღვიძე და ისე უყურე? გაიღვიძე და ისე უყურე, მაგრამ აი არ იღლება უბრალოდ. და ანუ ძალიან რთულია რასიზმს წინასწარ ეგ რო გამოიცნო. იმიტომ რომ თვითონ ჩხუბში ალაგებს ტვინში ყველაფერს და ანუ ეგ მომწონს ძალიან, იმიტომ რომ წინასწარ არ იცი რა მოხდება. ეგ შეგვიძლია რომ სტუმართან უფრო შენი მოსაზრებაც გაანავრცო სტუმართან, იმიტომ რომ სტუმარი იქნება რამდენიმე წამში ვთქვათ, ვინ იქნება სტუმარი. UFC-ს დაეთმობა სრულად და მერაბის ბრძოლას და ილიას ბრძოლას დაეთმობა სრულად. მანამდე როგორია უმცროსი ძმობა, როცა ძმების გავლენის ქვეშ გიწევს მაინც გინდა არ გინდა ყოფნა სპორტის ბარსელონას როგორ შემატკირო? არ ქვია მაგას გულშემატკივრობა. ვიტირა ინტერმა რო გააქვს ბარსელონა. ხო და მოყევი ახლა რატო შეგიყვარდა ბარსელონა? არ მეწყინება, თუ გინდა რეალს გულშემატკივრე. ნეტა რატო? რავი, რას დავიბადე? სულ ყვერი ხართ შენ და ლევანჩო ბარსელონას. მეც
ბარსელონას ფანი გავხდი და როგორც თქვენ მეუბნებით 2015 წელს სუპერ თასი რო იყო სევილიასთან ფინალში. მაგრამ ბარსელონას მაისური მეცვა და ბასონას ყვიროდე. კი, მაშინ ხო, ეგ ფოტო 2015 წლის აგვისტოში შენ იყავი 2 წლის. 2 წლის. 3-ის ხდებოდა, ხო? წარმოიდგინეთ ახლა. 12 წლისა 20 წელია ჩვენ შორის სხვაობა. მე მგონი წარმატები და დამსწრე საზოგადოება დამთანხმება რომ წარმატებით განხორციელდა გადის ლევო ყუფარაძე შემოდის სანდრო ყუფარაძე მე მგონი ხო? კაი, მაშინ თქვათ სტუმარზე, მოდი UFC-ზე რადგან წეგანო ჩამოვაგდეთ საუბარი, თქვათ რომ ლადო ნაცვლიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, UFC-ს კომენტატორი და მცოდნე და ექსპერტი და რა ვიცი, დეტალურად მიმოვიხილოთ მერაბის ბრძოლას, ილიას გასამართ ბრძოლას ტოფურიასი, რომელიც 29 ივნისს იქნება. დილის 4 საათზე ოლივეირასთან. კი ბატონო, ჩემ დაბადების დღეს და დაველოდოთ მაშინ და შენც იაქტიურე. რაც გაინტერესებს, კითხე ყველაფერი. მოსულა? კი. დაარტყი. დაუბრუნდით სტუმართან ერთად და როგორც დაგპირდით, ლადო ნაცვლიშვილია, ჩვენი სტუმარი UFC-ს კომენტატორი, ექსპერტი, მოკლედ მივხვდებოდით, რომ ძალიან საინტერესო და სიღრმისეული საუბარი გვექნება სპორტის ამ მართლაც გამორჩეულ და ჩვენთვის უკვე განსაკუთრებულ სახეობაზე, ქართველებისთვის, იმიტომ რომ დავიფყარეთ. შეიძლება თამამად ითქვას, ლადო, მოგესალმები, მადლობა მობრძანდი ჩვენთან. სალამი სანდრო. გვიხარია ძალიან ჩვენი სტუმარი ხართ და რასთან გვაქვს საქმე? ანუ მერაბმა ისე აი ეს მოლოდინი თქვენ მე მგონი იმაზე რეპორტაჟის თქვი რომ აი ეს მოლოდინიო ალბათ არ ქონდათ რა ესე მარტივად თუ გაგუდავდა და ისე დღებში ჩააგდებდა რომ დანებდებოდა აი რა მოლოდინი ქონდათ რა მივიღეთ და მოდი გავარჩიოთ ეს ბრძოლა რა ხო მოლოდინი უბრალოდ მოგების მეთოდზე არის საუბარი არავის არ ქონდა მოგუდვით ხო აჯება თორე ისე დომინაციას ველოდებოდი შეიძლება უარეს დღეში ჩაიგდო უარეს დღეში ჩაუგდია მაგაზე მაგარი ოპონენტებიც მე რა უბრალოდ აი ასეთი სტილი დამთავრებას არ ვართ მიჩვეული, თუმცა იმიტოა უმაღლესი დონის მებრძოლი. მე დღესაც აჩვენა ყველამ, რომ უბრალოდ დღეს შეიძლება ითქვას, რომ მერაბი არის უფრო საშიში აქამდე იყო, იმიტომ რომ მერაბმა თავად ბოლომდე გაითავისა, რომ თვითონაც ასე ვთქვათ, ბოლომდე დაინახა რა არის დასწარმოებს თვითონ. მერაბს არაერთხელ გქონია შემთხვევები, როცა როგორიღაც მეტოქის მიმართ რაღაც თითქოს ზედმეტი რიდი გამოუჩენია რაღაცა შეიძლება თავდაბლობას დავუბრალოთ ეს თუ რაც დავუბრალოთ არ ვიცი მაგრამ რაღაცა თითქოს და ბოლომდე მე მეჩვენებოდა ყოველ შემთხვევაში თითქოს და ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ბოლომდე თავის ძალებში მაგალითად იგივე უმართან მე მეჩვენებოდა მთელი ბრძოლის განმავლობაში რომ უმარს ბევრად მეტად დაჩაგვრა შეეძლო ხო იგივე მიწაზე ჩაყოლა შეეძლო როგორც ახლა შეყვებოდა უფრო აქტიურად ground and pound-ის გამოყენება თუმცა იქ უფრო აკეთებდა მინიმუმს რაც საკმარისი იყო იმისთვის თუნდაც ის რომ უბრალოდ ბევრჯერ ცდილობდა დაეგდო უმარის შემდეგ დაგდების შემდეგ დიდად დომინაციას აღარ ცდილობდა ნუ შეიძლება ისიც დავაბრალოთ რომ უმართან ბრძოლის წინ ვიცით რომ მერაბს ტრავმაც ჰქონდა ინფექციაც ჰქონდა შეიძლება ამის გამო მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინა ბრძოლებში იგივე სეხუდოს რო ხდებოდა პირველ რაუნდში საერთოდ არ ეჭიდავებოდა თითქოს ნუ გასაგებია ოლიმპიური ჩემპიონი იყო სეხუდო ჭიდაობაში და თითქოს ამ ხრივ რიდი ჰქონდა მერაბს თუმცა პირადად მაშინაც დარწმუნებული ვიყავი რომ MMA-ის ჭიდაობა მაინც სხვა არის რა გასაგებია ცალსაკე დისციპლინებია ეს ყველაფერი მაგრამ MMA-ში ყველაფერი სადა კრივიც იგივე რო აიღო ხო კრივი სხვა არის და MMA-ის კრივი მაინც სხვა არის ხო კლასიკური კრივი თუ არ ადაპტირდა MMA-ისთან უბრალოდ მოკრივე რო შეუშვა თუნდაც ის რო არ ეჭიდაოს MMA-ის მებრძოლი ფეხზეც გაუჭირდება მოკრივეს იმიტომ რომ მაინც სხვა სპეციფიკაა და სხვა დეტალია დღეს ვფიქრობ იგივე აი მე ეს დავინახე სიმართლე მე ამან გამაკვირა რომ მე არ დავინახე ის რომ მე დაგვანახა ის რაც აქამდე გვეგონა რომ არ შეეძლო მე ყოველთვის ეს არ დავინახე მე ვიცი ეს რაც ხო სურპრიზი არ შემოუთავაზებია ჩემთვის რომ სურპრიზი იყო რომ ეს გააკეთა და წავიდა ამაზე ბოლომდე ასეთი აგრესიული მე ყოველთვის აგრესიულია ყოველთვის ასე ვთქვათ ტემპით და პრესით წნეხში ყავს მაგრამ ეს რაც გაუკეთა განსაკუთრებით მესამე რაუნდში ну აი ეს იყო ძალიან როგორ გითხრათ ვიცით რომ ეს შეეძლო მაგრამ ეს რომ გააკეთა ეს ცოტა მოუგრიხი ისე მოუგიშეძახილი ხო ნუ გასაგებია რომ ბუნებრივია ეგ როცა მაქამდეა მისული მებრძოლი ეგ უნდა გაუკეთო ვიცით რატო დავიწე რატო რომ ვიგულისხმე რომ მერაბი ეხლა უფრო საშიშია თქო ნუ მერაბი ისეაც დომინანტი იყო მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით ამ ტურნირში
დიდი ხანია ამთან ამას ვამბობ. სანამ ჩემპიონი გახდებოდა, მანამდე ვამბობ ამ წუთაში მე რა მოგებს მეთქი. მაგრამ ახლა აი რაც გულისხმობ იმაში უფრო საშიში გახდა. მე ვფიქრობ რომ ახლა უფრო ხშირად ნახავთ ვერაბისგან ფინიშებს, ანუ მათამდელ გამოჩენს. ამას გულისხმობ. თორე რაღაცა იგივეა ვერაბი. ხო. მე მაინც უნარებით ვამბობ, იგივეა. უბრალოდ ახლა უფრო თავდაჯერებულია და ახლა უფრო ხო, მაგრამ მაგნიშნა ხო, რომ ამ წონაშიო, ჩვენ წონაშიო ყველა დროის საუკეთესო არისო. გუშინ წავიკითხე რა. ყველა დროის საუკეთესო არის. მე ვფიქრობ რომ ამ წონაში ყველა დროის საუკეთესო ნამდვილად არის და მე ვფიქრობ როცა მერაბი დაასრულებს კარიერას, ხო, მის მერაბი იქნება როგორც ზოგადად ფაუთ ამ სპორტის სამსახიობაში, ნუ ერთი ყველაზე შეიძლება არა, ნუ ერთ აი 3, 4, 5 იმას all time საუკეთესოს განიხილავე, აი მათ შორის იქნება მერაბი. მაგალითად როგორც ჯონსი, როგორც სენ-პიერია, როგორც ანდერსონ სილვა და ეს. აი ეს რა მაგარია, წარმოიდგინე ხა, რამე ხოლმე გაინტერესებს შენ ისეთი რაც არის. აბა, ანუ ჩხუბის დროს არ იღლება. ხო, რანაირად ახერხეს მაგას, ანუ ეხლა. ეგ ისა, ანუ რამდენი სამნე ჩხუბს არ იღლება. ხო, ეს მართლა უცნაური ფენომენია, იმიტომ რომ ხა აი თუ ვინმე ქუჩაში თუ ვინმეს უჩხუბი, აი ძალიან დაღვლელია. არა, ისედაც, აი რამოდენიმე წამიანი ჩხუბიც უკვე გოშინებ მაინც. ხო, რაცა აგატებოდა. რაღაცა ეთყობა, რა ვიცი, ну, ჯერეთი რომ გენეტიკაც ვარჯიშიც ის გამოვლილი გზაც რაღაც უფრო და უფრო მტკიცე და მტკიცე გახდა. ხო, მე აქამდე გადაიტანა ის ჯერ კიდე სპორტამდე, ხო, ახლა არ მოყვები ახლა ვიცით ეს. არა, ვიცით, ხო, ამერიკაში წასვლამდეს და მე ბევრი ვერ გაძლევდა და რა კი გაძლო ამ ადამიანს, ესე იგი ისე გამოიწრს თორო რომ რაღაც ყველა ეს ისები ჩამოუყალიბდა, მაგრამ ამის გარდაც მე მგონია რომ უფრო რაღაც ფსიქოლოგიაში ჟინიც არის რა. კი. სხვადასხვა დაღლის ფაქტორზე მოქმედებს ემოციები საერთოდ. აი ზედმეტად რომ ღელავ თუ დაკვირებული ხარ და აი ნებისმიერ სპორტსახეობაში შედიხარ, ხო შეიძლება აი ბევრი შეგიძლია ვარჯიშებს და რაღაც, თუ ძალიან ღელავ მარტივად მარტივად იღლები, ხო ეს იმეციოს გლავ. ეთქვა ესეც როგორც მინიმუმ სუთქვა გერევა რა. კი, რა თქმა უნდა, ეგ არის, მე ნუ ეგ შესაბამისად უფრო იღლები. და ეთქვა ესეც არის, რომ ფსიქოლოგიურად იმდენად მეომარია ეს ადამიანი და იმდენად აი ბრძოლის ჟინი აქვს, რომ რო შედის გალიაში, აი სიამოვნებისთვის შედის ეძებს და შესაბამისად ეს ღელვარება და ის სტრესი მისთვის არ არის მოკლედ ბრძოლა. არა, ბუნებრივია, ხო, ეთყობა, ემოს ეთყობა. ესეც ეხმარება იმაში, რომ აი ეს გენეტიკური რაღაც ფენომენალური კარდიო კიდევ უფრო აი სრულ ყოფილად მუშაობს, 100%-ით იყენებს თავის ასე ვთქვათ რესურსს. ჩვენ ვიცით რა ფაქტია, რომ ნურმაგომედოვი უმარი ოღონდ აბსოლუტურად არ ეკუთვნოდა მას ჩემპიონ მერაბთან ჩხუბი, ხო, ინდიაში. ესე გამოვიდა. რა შეიძლება იყოს შემდეგში, ანუ მე ხა ჯერ ძალიან ადრეა მაგაზე ლაპარაკი, ბუნებრივია, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ამ წონაში, ვინც ეხა მერაბს დაუპირისპირდეს, ოღონდ არ გულისხმობ დაუპირისპირდეს ამ წონაში არ გულისხმობ რაღაცა კამარი ჩამოვა. ანუ ვისთან ჩხუბი შეიძლება იყოს? მეტოქე ვინ შეიძლება იყოს? რა ვარიანტები შეიძლება იყოს? ვარიანტები ბევრი არ არის სინამდვილეში. სიმართლე გითხრათ, ვაისტრიალებთ ამ 64 მებრძოლში რა. ანუ ისევ და ისევ უმარი, თუმცა უმარს ალბათ ყველაფერში მოუწევს ჯერ ერთი ჩხუბი მაინც, ვიღაცას უნდა მოუგულოს, მაგრამ არ მგონია ეხა არ გამოდის ხა უმარი თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ვერ ჯდება უმარი მომდენო კონტენტერად რა. კიდევ ერთხელ თუ ვინმეს არ მოუგო ამას უკაში. საქმე იმაში ერთი მოგებას არ იქნებოდა საკმარისი უბრალოდ სხვებიც დაახლოებით იგივე დღეში არიან როგორც უმარი ხა. იგივე პიოტრმა უბრალოდ ისეთი ბრძოლები აიღო ახლა. იმის მერე, აი ხა მაკი არის ერთი 10-ში არ არის ის მებრძოლი, მე მგონი, ტოპ-10-ში. ხო. კი იმას რომც მოუგოს ახლა იქიდან მერე საჩემპიონოზე გასვლა არ გამოდის. არარეალურია. კორი სენჰეგენია თითქოს ყველაზე ესეთი აქტუალური, მაგრამ რეალურად ერთი მოგება აღწევს მერე კორის თუ სწორად მახსოვს და ერთი მოგებაც არ არის ისეთი, რომ აი უბრალოდ სხვებთან შედარებით შეიძლება კორი უფრო ასე ვთქვათ განვიხილოთ ერთადერთი იქიდან გამომდინარე, ანუ ერთი არგუმენტი განსაკუთრებით მუშაობს კორიზე, რომ მას ჯერ არ შეხვედრია მე. და ამიტომ ეს ყოველთვის საინტერესოა იმ მხრივ, რომ ყოველთვის მაგათ მაყურებელსაც და UFC-საც ახლა ძველ მეტოქეს, ვისაც უკვე შეხვედრია ჩემპიონი, ურჩევდნენ ახალი სახე, ახალი ინტერესია და ახალი ინტრიგა. და კომერციულადაც საინტერესო იქნება, ნუ UFC-ს ხო, მაგ ვამბობ, რომ კომერციულად ალბათ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს კორის ერთიანი, თუმცა კორის დაყენებას ახლა მერაბთან ცოტა ძალის. არა, ხო, რაღაცა. ასაკმეა რომ აბა ვინ.
ხო, ვიღა. ან ვიღა. არის ესეთი ყველაზე ნაღდი ვარიანტი იყო, უმარი და პიოტრიანი შეხვედროდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული შეხვედროდა მერაბის მართლა გამოდიოდა, ლოგიკური იქნებოდა რა და სწორი. უბრალოდ ისე მოხდა რომ ერთმანეთს ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იანი ხდება ვიღაც ფაქტის, ნუ არა მნიშვნელობა, სხვას, შესაბამისად ვერ ხვდება უმარს. ხო, ნუ ამიტომ ერთმანეთს ახლომობაში ვერ შეხვდებიან. ხო, ნუ ამასობაში სავარაუდოდ ისე ყველაზე ისეთი კანდიდატი კოლის ეთიგენია. სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის კიდე ერთი ვარიანტი, მაგალითად იგივე კარტზე, მერაბის კარტზე. იბრძოლა ბაუტისტა, მას ვთქვათ, მე-10 ნომერია იგივე დივიზიონში. ძალიან ძლიერი მეტოქი დაამარცხა, რომელიც დებიუტანტი იყო ამ ორგანიზაციაში, თუმცა სხვა ორგანიზაციის ჩემპიონი იყო. პაჩი მიქსზე მაგ საუბარი. მოულოდნელად გაიმარჯვა ბაუტისტა. ხო. ფავორიტი იყო პაჩი. შესაბამისად, გაიმყარა ეს 10 პოზიცია და ამით დაიმსახურა ტოპ 5-ში ვიღაცა. ანუ ბაუტისტამ ერთი ბრძოლა თუ ჩატარა ტოპ 5-ში ვინმესთან და თუ მოიგო, შეიძლება ხო, კი ბატონო, მაგრამ ნუ მერაბი ყველასთან ფავორიტია რა, თქმა უნდა, უნებრივია. ბაუტისტას აი, რა ვიცი, რო გააღვიძო მერაბი ეს ძინარე და მიდი ეჭხუბეო. ეგრე ძინარე ბრძოლის მერე დაღლილზევე. ძინარე გაუსწორდება, ანუ აქ იმაზე არ ვსაუბრობ, ვის შეუძლია, არავის არ უბრალოდ ვინ შეხვდება მაგაზე, პოტენციურად ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს. არავის არ შეუძლია, ყველასთვის ურთულესია. ხო არა, ხო, წარმოუდგენელია. ყველასთან დიდი ფავორიტია მე. თან ტიპაჟურად სადაც გამორჩეული ტიპაჟია, ხა ტრამპთან გადახტომა და იქ რაღაც ორი სიტყვის თქმა. ტრამპ როგორ დაინახე როგორ გადაა. აი, იმაზე კი ეს ხო სააფინიშა სასწაული ტრემპი და ეგრევე ერთ ნაბიჯში გალიასთან და ერთი მოდა ჰოპ გადააფრინდა. ეგრევე ტრამპთან ისდება და ვიღაც ჯიგერსვენები, ხა ფოტო გადაგვიღო და მარტო იმის გადახტომა ადვილი კი არ არის. არა, ხო, ერთი არა. რაღაც სხვანაირი ტიპაჟია რა, ხო, ეგ არის სუნთქო ტიპს არ ერევა რა. კაი, ილიაზე გინდოდა შენ რაღაცის თქმა, როგორც მახსოვს. კითხვა უბრალოდ, მიდი ხო, 29 იუნის მერაკოს დაბადების დღეზე, დილის 4 საათზე ილიას აქ ოლივეირასთან ბრძოლა. და მაინტერესა, თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე? ხო, ნუ ძალიან საინტერესო რა, ნუ დიდი ბრძოლა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე არის ილია. თავად დაისახა ეს გამოწვევა, ანუ მეორე დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ერთ დივიზიონის იყო, ვიცით, მე თვითონ მე წონა. ბრძოლა მოიხსნა კამარი და გადაწყვიტა რომ იმ დიდ მებრძოლთა სიაში შევიდეს რამდენიმე ესეთი რომელსაც ორ სხვადასხვა დივიზიონში აქვს ჩემპიონობა. კი ბატონო. ძალიან რთული დივიზიონი აირჩია თან ილიამ. ის დივიზიონი საკმაოდ რთული იყო და ძალიან კონკურენტული, სადაც იყო. მაგრამ ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე სამგე დივიზიონები რა იყო, ალბათ ყველაზე კონკურენტული ეს არის. ანუ სუბუქციონაზე საუბარი 70 კილოგრამის კატეგორიაში. ჯერ ვიცით რომ ისლამს იწევდა, ისლამი ავიდა ზედაწონაში, ისლამი დაახლოებით იგივე გამოწვევას გაეკიდა, რასაც პრინციპში ილია თვითონ. და შეგვჩა ბჭყალებში ვამბობ ოლივეირა, მაგრამ შეგვჩა ძალიან სინათქვამი ოლივეირა ლეგენდარული ბრძოლა და ოლივეირა არის ისტორიაში უკვე სულ აღარაფერი არ გააკეთეს ოლივეირამ. ისტორიაში შევა უდიდეს ჩემპიონად და უდიდეს მებრძოლად და თან ესე რომ ვამბობთ, ვინმე არ იფიქრებს რომ ეს არის წასული. ოლივეირა ახლაც უდიდესი მებრძოლია. რეალურად ბოლო მეებს გადახედოთ ოლივეირას. ისლამ მახაჩევის გარდა ფაქტობრივად წაგება არ აქვს. ეხლა სარუკიანთან წაგება იქ მიცეთ სპლიტი იყო, ანუ გაყოფილი გადაწყვეტილება, სამი საჯიდან ორმა გადაწყვეტება რეალურად პრე იყო, ან პირადად ჩემი შეფასებით სულაც მოიგო ოლივეირა. ახლაც ვისაც ხდება სხვა ყველას უგებს. ხო, და ცოტა ეს ძალიან გავყოყოჩდით ჩვენ შეიძლება არა, ხო, რაღაც ისეთი ისა რა, აი ოლივეირას ადვილად მოსაერთეს. თუმცა აი მეც ვფიქრობ, რომ ფავორიტია ილია. დიდი, უბრალოდ სტილისტურად ვამბობ, რა ოლივეირა არავის ნაკლები და არავის საფრთხე არ არის, უბრალოდ სტილისტურად ისეთი ძლიერი მხარეები აქვს ოლივეირას და ისეთი იარაღები ზოგადად ყველა მეტოქის წინააღმდეგ, რომ ამ იარაღებით ილიას დამარცხება ძალიან გაუჭირდება. ხო. მაგალითად იგივე კრივით, კარგი კრივი აქვს ოლივეირას, მაგრამ ცოტა ბევრ დარტყმას უშვებს და ილიასთან ბევრ დარტყმის გაშვება უკვე კატასტროფაა. ცოტა კრიტიკულია. ცოტა კრიტიკული შეიძლება იყოს. მიწაზე კარგია, ძალიან მაგარია მიწაზე, თუმცა მიწაზე გადაყვანაზე ცუდი არ არის, მაგრამ ნუ თვათ იდეალურიც არ არის. აი აქაც ცოტა გაუჭირდება, ილიას წაქცევას გაუჭირდება. რომც გადაიყვანოს ილია მიწაზე, ილიასაც შეიძლება თქვა არანაკლები ჯიუჯის თქო. იქაც დიდი შემოკლედ ანუ არსენალი ილიას რომ ფაქტო და ამ იმ კონკრეტულ სცენარში, რაციონალის სცენარში ვხედავ იგივე ამ ბრძოლას და აი იგივე ოლივეირას ტაქტიკას და სტრატეგიას. აი იქ ოლივეირას
მაინც ბევრ შანსებს ვერ ხედავ. თუმცა კიდევ ერთხელ გამიგე, როცა ლაპარაკობ ჩარლზ ოლივეირაზე, ისი ჩამოწერა არ შეიძლება. ოლივეირას საშიში არის. ყველასთან და ოლივეირა არის ესეთი მებრძოლი, რომელსაც ყველას დამარცხება შეუძლია. აი იგივე მახაჩებთან წააგო, მაგრამ ხვალ რო შეხვდეს მაღაზიასთან რო დაამარცხოს. გასაკვირი არ იქნება ოლივეირასგან ამის მაგ. ასე რომ ისე რომ ბევრს რო გონია რომ ეს რა მარტივი და რაღაცა რა თქმა უნდა გამიშეფება ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის. და ვფიქრობ მეც რომ ილიამ უნდა მოახერხოს. ხო, მეც ეგრე მგონია, მაგრამ მაშინ როცა მახაჩევთან კი იმედია, მახაჩევთან ბრძოლაზე იყო ილიას და მახაჩევისთან, ყველანი ვლაპარაკობდით რომ აი ნეტა მახაჩევი გამოუშვიდმოდ და ამ დროს თქვენ ჩაწერეთ ვიდეო და სადაც თქვით რომ რატო შეიძლება იყოს უკეთესი პირობითად ოლივერასთან ჩხუბი, ხო? კიდევ ერთხელ თქვათ რა იყო იმის მიზეზი, რის გამოც თითქმის არ ეთანხმებოდით არავის და თქვენ ოლივერას იმაში აწვებოდით ესე? ხო, ნუ ჯერეთი აქ მარტო ჩხუბი ხო არ არის, არის ჩხუბი არის, მოკლედ აქ ამ მებრძოლების გზა არის, ეს არ არის დავჭერ. სხვა სპორტის სახეობასავით ბატერო არის პლეიოფის და ამას მოუგებ. მე გადიხარ ამას მოუგებ. აქ ძალიან ბევრი აქ მოგებაც თითქოს ერთ და იგივე ეტაპზე, ერთ და იგივე, ასე ვთქვათ, მანძილზე არ გისვრის წინ. შეიძლება არის მოგებები, რომ საერთოდ შეიძლება წინ არ წახდე. ხო, არის მოგებები პირიქით, შეიძლება არის ზოგი მოგება, სადაც მოგების შემთხვევაში რაც იღებ და წაგების შემთხვევაში რაც იღებ, ძალიან დიდი განსხვავებაა რისკებს. შეიძლება იმდენს კარგავდე წაგების შემთხვევაში, რომ რისკადაც არ ღირდეს იმ ბრძოლაში გასვლა, ხდები? მიუხედავად რომ შეიძლება მოგების ბევრად მეტი შანსი იყოს, 10-1-ზე კონდეს შანსი მოგების, მაგრამ შედეგების მიხედვით 100-1-ზე იყოს უარყოფითი მოგების დადების შემთხვევაში. ხდები? აი ეს რისკები, იმიტომ ეს რთული სპორტი რა, ეხლა სადღაც ფეხბურთში რო გადიხარ ჯგუფში, იცი რომ მეორე ადგილზე გახვალ ჯგუფში, პირველზე გახვალ უკეთესია, უფრო სულ შეხვდები, მესამეზე გახვალ ვერ გახვალ. დაელოდები შემდეგ წელს. აქ ასე არ არის, აქ შეიძლება ერთმა არასწორმა ნაბიჯმა გულისხმობს ნაბიჯს არა წაგებას, არამედ აი მეტოქის არჩევას. კი ბატონო. შეიძლება ძალიან სერიოზულად გაზარალოს ამ პირიქით. საერთოდ აგიყვანოს ხო. ვასპორტის გაეთანხმება. კონკრეტულ შემთხვევას ეხლა ჯედი რატო გარბოდა, მოდი მახაჩევის ის თქვა. მახაჩევი იყო ზუსტად ეგეთ მდგომარეობაში. მახაჩევი მოგების შემთხვევაში ილიასთან. სხვა რაც ამბობდა მახაჩევი მართლაც ამბობდა. აი მართლა მართლა შეიძლება ცოტა სხვა ფორმით ამბობდა, გასაგებია ხო, ხა მარკეტინგის ყველაფერს აქვს. რეალურად მახაჩევი ილიასთან დაახლოებით ეგრე იყო რა, მოგების და წაგების შემთხვევაში, თუმცა რომ ვფიქრობდეს მახაჩევი აი 2-1-ზეა, რომ ჩემს ასარიალოხთან ფავორიტი ვარ, რომ ვფიქრობდეს. აი მოგება წაგების შემთხვევაში მართლა 1-100 იყო, ხდები? აი მოგების შემთხვევაში ну ხო, მოიგო, თუმცა ისევ წააყვედრებდნენ, რომ ისევ პატარასთან დაიწყო. პატარასთან გულისხმობ ეხლა ილია დაბალი წონის ჩემპიონი იყო, ხო? კი ბატონო. ანუ ჯერჯერობით არ ვერ იტყოდით ილიაზე მსუბუქწონოსთან დიახ. ილია იყო ქვემ მსუბუქწონოსთან. მით უმეტეს ორი დაცვა ჰქონდა ვოლკანოვსკისთან მახაჩევს, ისიც ქვემ მსუბუქწონოსთანია და ისედაც ამას აყვედრებს ყველა, რომ სამი დაცვიდან ორი პატარასთან გაქო და კიდევ ერთი გინდა გასაგებია, რომ ილია უდიდესია, მაგრამ წონის დივიზიონის მიხედვით ისიც ქვემ მსუბუქწონოსთან. გასაგებია. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მახაჩევი თუ მოიგე და მახაჩევის პოზიცია დამსაუბრდა. მაგრამ თუ წააგებდა მახაჩევი, მაშინ იყო კატასტროფა მისთვის და მთელი მისი ლეგასი და ის ინგრეოდა, იმიტომ რომ რეალურად რო შეხედავდი მის კარიერას, მის ახლაც რო შეხედავ მის კარიერას, აი თავის დივიზიონში, იმ მსუბუქ დივიზიონში საერთოდ წამოვიდა. აი ჩემპიონი ვინც ყავს დამარცხებული არის ერთადერთი, ოლივეირა. მეტი ჩემპიონი დამარცხებული არ ყავს. ხო, მაგაზე არ მიფიქრია სხვა. ხო, და სხვადასხვის იგივე თავის წონაშიც მაგალითად. აი, საიდანაც წავიდა, საცხეილია. ძალიან ბევრი მებრძოლია, რომელსაც მე ვფიქრობ, შეიძლება გააჭირვებოდა კიდევაც. არ შეხვედრි მახაჩევს რა. მე არ ვამბობ, ვერ მოუგებდა, შეიძლება მოიგო და ფავორიტი იქნებოდა ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის მე მაინტერესებს ის. თუნდაც იგივე სარონგიანთან ბრძოლა ვერ ნახეთ. თუნდაც იგივე არ გვინახავს გამროთთან ბრძოლა, რომელიც შეიძლება ისეთ დონის არ არის, როგორც მახაჩევი, მაგრამ სტილისტურად საკმაოდ ისის კარგი ჭიდაობა, ძლიერ დარტყმა ამასაც აქვს. ანუ საინტერესო იქნებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ რო დაეკარგა კამარი ისლამს. აი ეს ერთი კამარი ილიასთან ჩხუბში, ხო? ფაქტიურად აი ფალფორ პირველია და ცდილობს რომ რაღაც დიდებულ მებრძოლებში შევიდეს ეგეც, ხო? ხა არაფერი ამის სტუდია არა, ყველა. ხო, ნუ ჩამოინგრეოდა მთელი ის. ჩამოინგრეოდა ყველაფერი და წყალში ეყრებოდა რა. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხარ. შესაბამისად, ამიტომაც ბოდიშ გაწყვეტე, მისაც ეხა Facebook-ზე შეხვდებოდით, რომ გაიქცა, ანუ შეიძლება თქვა თუ გაიქცა. გაიქცა, ხო, მაგრამ გაიქცა, განა იმიტომ რომ აი მე ილიასთან არა, იმიტომ რომ ვისთვის ეხლა ცოტა სიმთხილე იყო საჭირო, რა ის კი იყო.
მაგრამ თუ დაუშვათ ილიამ მოიგო, ეხა დარწმუნებული ვართ, რომ მოიგებს იმასთან. ხო, გახდება ილია 2 წონის ჩემპიონი. არაერთდროულად, მაგრამ ხო. მახაჩემას თუ მოიგო, ახლა სადაც წავიდა იქ. და ისიც თუ გახდა 2 წონის ჩემპიონი, მე უკვე ჯერ ერთი რომ თვითონ მახაჩევი არ გაექცევა ილიას, ხო. ილიას, იმიტომ რომ მას უკვე წაგების შემთხვევაშიც რაღაცა დამტკიცებული ექნება, ხო? დარწმუნებული წააგებს აუცილებლად. წაგების შემთხვევაში მას ის უკვე 2 წონის ჩემპიონი, რომელიც კიდევ ერთხელ მომავალ ძალიან ცოტანიანად შეხდება მეორე 2 წონის ჩემპიონი, აი, წააგო, არა უშავს, ხო? 2 წონის ჩემპიონი და ისტორიული მემკვიდრე უკვე არის. ხო? დიდი, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა უკვე აქვს. ამის გამო. მაგრამ აქეთ რა ხდება, ილიამ თუ მოუგო 3 წონის ჩემპიონი ხდება. ხო, თავის დავად. ილიას ეგ უნდა ზუსტად. თუმცა მოდი ჯერ ისე ნუ ჯერ მეორე გავხდა. ხო, არა, ეგ ხო. ხო და რითიც გამინდა რომ ხო და ის ბრძოლა თან მერე უფრო მეტი ალბათობაა იმისი რომ შედგეს, იმიტომ რომ იგივე მახაჩევი მეტი ალბათობაა რომ დათანხმდეს. ორივემ თუ მოიგო და ორივე თუ ჩემპიონი და რაც თავია თვითონ ბრძოლის სტატუსი ახლა რო შეხვედროდნენ ილია და ისლამი და რო შეადარო მომავალ წელს რო შეხვდნენ ილია და ისლამი ორივე 2 წონის ჩემპიონი არის ორი სხვადასხვა ბრძოლა საერთოდ. ხო, ბუნებრივია. ის ბრძოლა იქნება ალბათ MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბრძოლა, რომლის დარიც არ ყოფილა არასდროს. ამიტომ რა თქმა უნდა ჯობია შევხვდეთ ისლამს მერე თან ჩვენს განათლებული კონდეს ხო ის ორი კამარა თვითონ დანოვაიცაც ალბათ ეგ გაწყობს რა ბუნებრივია ის ყველას აწყობს ხო ის ყველა ისლამსაც კი ბატონო ისსაც გეტყვი რა და აი იგივე ჩვენი მხრიდან რო შევხედოთ ხო ხა ისლამზე რო ვიქაჩებოდით გასაგებია რომ ისა მაგრამ მოდი ასე ვქოთ ჩვენ გვინდა პირველ რიგში მეორე კამარი ხო პირველ რიგში მეორე კამარი მე მესამეც რა თქმა უნდა და ყველაფერი მაგრამ პირველ რიგში ამ ეტაპზე ხო გვინდა მეორე კამარი აუცილებლად და მოდი რა ცოტა ისეთი გზა ვეძებოთ შედარებით მეტი შანსი რო არის ორი კამარი მეც კი რისკების გამო თუ შიშის რა არის საუბარი არა მესმის ხო ბუნებრივია მოდი გავინახდოთ მეორე კამარიც ჩვენ შევიდეთ იმ დიდებულების კოჰორტაში და მე გავეკიდოთ და ისა კი ბატონო გადასარევი გეგმაა. და მართლაც ყველა დროის საუკეთესო ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა მე. ხო, მე რო არ მოგეთყოთ ესე ან დამიტკია მაგებაზე და ზანტაია. ნებისმიერ MMA-ის მაყურებელი დამეთახება რომ დღე ეხლა რო შემდგარიყო ბრძოლა ისლამი ილია და არა ილია ოლივეირა. კი, ნამდვილად დიდი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ იგივე ბრძოლა, რომელსაც MMA-ის სამყარო ელოდება, მაგალითად ჯონსი ასპინალი ამ წუთას ყველას უნდა მე ვფიქრობ, მაინც იქნებოდა ნომერ პირველი მოთხოვნილებით ხდები და შეიძლება კიდე სხვა ბრძოლებიც გვეპოვა იქ რა. ალკალაევია იქ ვიღაცა. და მე უკვე რასაც ამბობ კონკურენტო იქნება. უკონკურენტო ბრძოლა ბოთი შეადამება. რომელიც რაღაც ისტორიაში შევა და შეიძლება კარგახანი ეგეთი ბრძოლა არც იყოს და ხალხი ლაპარაკობდეს, აუ ის რა ბრძოლა იყო და რაღაც საინტერესოა. და იყოს ეგრე. რა თქმა უნდა. და იყოს ეგრე. აუ რაბა რაღაცა გინდოდა. ხო, ანუ ის თქმა მინდა რომ ილია არის 28 წლის. ოლივეირა არის 35 წლის. ანუ ასაკის, ანუ 7 წელი არის მათ შორის ასაკის ხვაობა. და ანუ მაინტერესებს ოლივეირას შეუშლის თუ არა ეს ასაკის ასე ხვაობა ილიასთან ჯგუფში ხელს. ხო, ნუ კაი შეკითხვა ხო შორის ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ ზოგადად რა თქმა უნდა ასაკს აქვს მნიშვნელობა და ბევრჯერ გამოაქვთ ეგ, მაგრამ საინტერესოა რომ სანდრო მეს დასვა, იმიტომ რომ ოლივერას ისეთი სტილი აქვს და ისეთი მებრძოლია, ისეთი უნარები აქვს, რომ დიდად ასაკი მეცაძე ზოგჯერ ეხმარება ხდეს რა. ანუ როგორი რაღაცაა, იცი აი ახლა არა, რამდენი ხნის წინ იყო ერთ-ერთი ბრძოლა, ენტონი სმითი 37 წლის გამოცდილი ჩემპიონი აკოპლება, ძალიან გამოცდილი მეზობელი, მაგრამ ძალიან დაბერებული უკვე სულ ვაგებს. ერთი რომ მოხდება და გაცვეთილი აქვს და რომ ხდებოდა ახალგაზრდა დაუმარცხებელ მებრძოლს, ვიტორ პეტრინოს მემგონი თუ სწორად ახსოვს და მოგე დაიწყო პეტრინომ უკვე საათსა უნდა გათიშოს რა ეს ენტონი სმითი რაღაცა და უცებ ფეხებში შევარდა სადა რატომღაც და ისე მოხდა რომ თავი ჩავდო იგლიაში ენტონი სმითს და ენტონი სმითი თავიდანვე იყო ძალიან მარჯვე ამ მახჩობელებში და იმაში და უცებ შეკრა შემოეხვია და მოგუდა და მაშინ ვთქვით რომ აი ამ უნარებს და ამ ცოდნას წელები არაფერს არ უშვის. სულ გაცნეს ენტონი სმითი, ხო? ამს თავის ჩაგება, თავის მიზეზი, არ შეიძლება ეს არ კარგია, ეგ იცი, ხო და ეგ. ბოლომდე რომ დაბერდება, მე ეცოდინება. აი,
ოლივერაც ისეთი უნარებია, ეგეთი უნარებია, ეს მახჩობელა მტკივნეულების შესრულება იცის, გადასვლა იცის. რაც არ იკარგება რა. რაც არ იკარგება. ამიტომ ამბობ ოლივერად მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიღწეული აქვს მაინც წარსულში და მთელი ის აქვს შექმნილი, ალბათ იმაზე მეც ალბათ ვეღარ შექმნეს, განა იმიტომ რომ დაბერდა. იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა ამ ადამიანმა ხო ყველას აქვს რაღაც ზღვარი ხო და ხო ბუნებრივია. იმ მივიდა რა იმ ზღვარზე და ახლა მეტი რაღაც ნუ აი შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს მის რაღაცა ისეთი ვეღარ ამიტომ ამბობ თორე პრინციპში ოლივერა შეიძლება ითქვას რომ ეხლა როგორც მინიმუმ იმაზე ნაკლებ საშიში არ არის ვიდრე იყო. კი. უბრალოდ ჩვენ ილია მიხეილ თამასა დააწესა და ისე ვართ ჩვენ რომ აი ილია ძალიან აი როგორც ჩვენ ვერავზე ვამბობთ რაღაც არა ნორმალური ისა ხო თვისებები ხო რაზეც ვისაუბრეთ ხო ასევე არანორმალური თვისებები ილიასაც იმიტომ ილიას მაგალითად ისე დარტყმა აქვს ყველა ამბობს ხოთა შორის რომ ილიას დარტყმა თუ მოხდაო ეხლა ყველას არ აქვს ჩახედული ვინც არის მაგალითად გატიშა ილიამ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი ხო ორივე ლეგენდარული მებრძოლები მაგრამ ამათი სტილებს თუ შეხედავთ ორივეს თავის მეტოქეებთან მიდიოდა წინ ილიასთან ერთ შემთხვევაში და მეორე არც ერთი არ წავიდა წინ, რა ძალიან გაგვიკვირდა. რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ იმათ იცოდნენ, ვისთან მოხდა. ხო. თუ გახსოვს, ილიამ რო უთხრა, მოდი შუაშიო და ვიჭუბოთო, იმან მაქს ჰოლოვეი ეგრე. ჯასტინ გეიჯი რო გათიშა, იქ იყო ეგ მომენტი, რომ მოდი შუაში ერთმანეთს ასე ვთქვათ, ავანტურულ ღია გაცვლაში შევიდეთ, ხო და ილიამ შესთავაზა თავიდანვე ეგ და არაო, მოდი მე შორს ვირბე. ამ მანდ უკვე ეთყობა, რომ ეხლა ძალიან მაგარი მებრძოლები ძალიან გამოცდილები არიან და იცოდნენ ვის ხდებოდნენ მიუხედავად რომ პირველად ხდებოდნენ იცოდნენ სულ თავისი სტილის თავის იმას უღალატეს შეიძლება ითქვას თავის ამ სტილს რაც ყოველთვის რასაც ყოველთვის მათთვის მოგდა გამარჯვება ყველა მიცის რომ ილიასთან პირდაპირ შესვლა გაცვლაში არის რაც ანუ დამღუპველი შეიძლება დამღუპველი გვითქვავს რომ მაგარი ყვა არცებობს მაგარი მაგრამ ეს მაგარი არის პირობითი ცდება რა მაგარი არის რაღაც დონეზე მაგრამ არის რაღაც ძალა რომელზეც მაგარი არ არსებობს უძლური ხარ რაღაც ხო არა ილია თუ მოარტყა და ერთ-ერთი რატომაც ოლივერასთან ჩვენ ასე ვთქვათ ფიქრობთ რომ კარგი შანსები გვაქვს ის კი არ არის რომ ოლივერა დაბერდა ოლივერა ყოველთვის უშვებდა დარტყმებს აი ხა მე რო ვთქვი კრივი კაი აქვს დარტყმებს უშვებდა ყოველთვის უშვებდა და აი ახალგაზრდა რომ მოვიდა მაშინაც უშვებდა ილიასთან გაშვება მაშინაც რო შეხვედრობდა ილია მაშინაც იგივე განა დაბერდა და იმიტომ ხო ნუ ეგრე ჩუ ეგეთი მებრძოლია ილია არის ბევრად მაღალი დონის მებრძოლი ვიდრე დღეს თანამედროვე MMA-ში ზოგადად ასე რო ავიღოთ რა ასე ჩამოვაყალიბოთ როგორები არიან დღეს მებრძოლები აი იმათზე ცოტა ან არც თუ ისე ცოტა მაღალი დონის არის ილია შეიძლება ითქვას დროს გაასწრო ესეთი აი ნუ ხშირად გვიყვარს რომ სხვადასხვა მე მინდია ჩვენი კი ბატონო მინდია ციგლაური გიორგი ბუჩიკური ხშირად საუბრობთ ხოლმე რომ აი როგორ იქნეს ახალგაზრდა სპორტია აქ ახალგაზრდა სპორტში ძალიან ბევრი რამე ხარვეზია თავიდან რომელიც მე იცვლება ფუნდამენტური რაღაცები დღეს რო გონია 10 წელიწად შეიძლება არ იყოს ეს აუცილებლად მოხდება ძალიან ბევრი რამე შეიძლება სპორტში იმიტომ ახლა 25 წლის არის ფაქტობრივად სპორტი ჯერ წესებიც არ არის ბოლომდე ყველაფერი დაიხვეწება და მათ შორის თვითონ სპორტსმენის ათლეტების ასე ვთქვათ უნარები და ღირებულებები რა უნდა აკეთებდეს ათლეტი ხო აი ხშირად რო გვისაუბრია როცა ვსაუბრობდი როგორი იქნება დაუშვათ 20 წელიწადში საშუალოდ როგორები იქნებია უმეტესობა მებრძოლების ხო აი წარმომიდგენია ილიასნაირი აჰა დღეს ეს სისტემა მაინც არ არის რასაც ამბობთ დროს გაუსწრო რა ხო ხო სხვაგანაა სავარაუდოდ ნუ ეს ბუნებრივია მოხდება ხა ყველა დაიწყებს ილიასზე მიბაძვას ანუ მაიკლ ჯორდანს კობი ბრაინტი თუ ძალიან მაგარი რო იყო რეალურად ერთ-ერთი მიზეზი რატომაც იყო იმიტომ რომ უყურებდა თავისუფლად ჯორდანს ხო და თვითონ ჯორდანი ამბობდა სხვადასხვა აი ჩემ ყველაზე მეტად ჩემ კოპირებასო და მე ვინც გასო კოპიაო და კოპიცაც არ დაუმალია რომ მაგას უყურებდიო ბავშვობიდან და მაგას ბაზავდიო რა და ეხლა დამონებრივია ხა ილიას იქნება აიდოლი ვიღაცის რა ივარჯიშებს შეესწებიან იმისგან გადაიყო და წადია პონთო დროს გაასწრო რა როგორების დაუშვათ იქნებიან 10 წლის მერე 20 წლის მერე ისეთია ეხლა უკვე იგივე მერაბიც რა ეს კარდიო რომ თურმე შესაძლებელია ხო აქამდე ყველა ცნობილია რომ ეს გამძლეობა და ეს ამტანობა და ესეთი ტემპი მუდმივად შეუძლებელი გონიათ მაგრამ ნუ რაკი მერაბი აკეთებს ესე იგი არ არის შეუძლებელი ალბათ მომავალში იგივე 10 წლის მერე 20 წლის მერე ასეთი მებრძოლებიც ალბათ წამოვლენ ხო ვისაც არ დაიღლება მაგალითად ხავს მერაბს როგორ მიაწერა რაღაცა მერაბიც ალბათ რაღაც დროის მერე რაღაცა დაიღლება ბოლო-ბოლო ხო არა ნუ გადავახოს არა ხო გამორჩეულები არიან ნამდვილად და გაგვიმართლა რომ ამათ ეპოქაში მოგვიწია
ცხოვრება 29 ივნისი, კიდე როგორც ანუ თქვა, ღამის 4 დილის 4 საათი, ხო? ილია 4 საათიდან ილია იჩხუბებს ოლივერასთან და მოკლედ წარმატებებს უსურვებ, თუმცა სანამ დავამთავრებდით, მანამდე მე მინდა ცოტა უკან გადავახვიო დრო და კითხოთ ტოჩინოშინზე რა. ტოჩინოშინის ბრძოლების მიყავდათ. კი. მაშინ რაღაცა მაგით დავიწყეთ. ხო, უცბად ესე არსაიდან რაღაცა გასყდა, რაღაცა და გამოვიდა ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად იმ სპორტის იმ სახეობიდან, რომელიც ჩვენთვის უცხო და მაინც არატრადიციული, ასე ვთქვათ, არც პოპულარული და უცოდ გახდა ადამიანი, რომელიც შეგვაყვარა სპორტის სახეობა რა. აი ის პერიოდი რო გაიხსენოთ, რა ხდებოდა ტოჩინოშინის იმ პერიოდში, როცა მიყავდათ მისი ბრძოლები რა. ორი სიტყვით ბერეთ. ხო, არა, ბუმი იყო მართლა მაშინ შეიძლება ითქვას სუმოს ბუმი იყო და ფაქტობრივად მთელი საქართველოს ჩაერთო სუმოს იმაში გაშინ გაიცნო ყველა. სადაც შემიძლია ვთქვა, რომ აი სუმო საერთოდ ზოგადად ისეთი სპორტია, რომ ბევრი თაყვანისმცემელი არ ყავს მსოფლიოს, ну იაპონიას თქვა, იაპონიის სხვა ცოტა კლებულობს, მაგრამ ზოგადად რა სპეციფიური სპორტია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი სუმომადები მაინც განსაკუთრებით უფრო მეტი ცოდნით გამოირჩეოდნენ, ვიდრე სხვა განსაკუთრებით არაიაპონელი სუმოს მოყვარულები. ნუ ცოტა უფრო სიძმისეულად ვთქვათ, ცდილობდით რომ გაგვეგო რა იყო სუმო. თავიდანვე დავიწყეთ რეპორტაჟები, სხვა შორის თავის დროზე მე მიმყავდა, მე და ამირან ურუშაძეს მიმყავდა სუმოს და ტოჩინოშინის და ჰაკუხოს შეხვედრა. ხო. როცა დაამარცხა და როგორც მახსოვს, მაშინ რეკორდი დავამყარეთ საქართველოში ონლაინ პირდაპირ ონლაინ ყურებაში. ონლაინ უყურებდა პირდაპირ ეთერში უყურებდა ინტერნეტში 25000 ადამიანი. ხო, იმ დროისთვის რეკორდი იყო. იმის შემდეგ რა თქმა უნდა ალბათ რაღაც შეიცვალა, მაგრამ რეკორდები იყო უფრო მეტი, მაგრამ მაშინ სუმო ტოჩინოშინის სუმოს ფეგურთებს და კალათბურთებს არ ქონდათ, მაგდენი ნახვა და ინტერნეტში და სუმოზე იყო და სასწაული იყო მართლა, თან იქ მარტო ჩემპიონობაზე არ იყო საქმე, იქ ძალიან ახლოს იყო ტოჩინოშინი, ძალიან ცოტა დააგდა, რეალურად თუ გავხდარიყო იოკოძუნა, ხო. ძალიან ცოტა დააგდა, სამწუხაროდ თან ეს ცოტა იყო ფაქტობრივად ტრავმა ისე გამოვიდა რა, აი ტრავმა მიიღო ძალიან ისე დროს თან ერთ-ერთი მორიგი ჩემპიონატის მოგებას აპირებდა, ჯერ დაუმარცხებელი იყო და რაღაცა უცნაური ტრავმა მიიღო თითის ფეხის თითზე, რომელიც გაუტულდა. შემდეგ სხვა ტრავმები დაერთო და ნუ ხო, მოკლედ ბუმი იყო. თავისი ისტორია შექმნა და ცალსახად, კი. ძალიან ისეთი ცალსახად. ბაჭორის სულ ახლა ნიკოლოს ციქორიძე არის ესეთი ახალგაზრდა 16 წლის არის, თუ სწორად მახსოვს, წავიდა იაპონიაში. ხო? ერთ-ერთ სკოლაში, საიდანაც სავარაუდოდ ძალიან მალე აღმოჩნდება ჰეიაში, ერთ-ერთ ჰეიაში, პროფესიული სუმოს სკოლაში, ნუ სკოლა ქვია, ჰეია ასე, ხო, სკოლა კლუბი შეიძლება დავარქვათ. სადაც უკვე დაიწყებს კარიერას, მე დაწმუნებული ძალიან დიდი მონაცემები ვხედავ მაგბილში და დავიმახსოვრე. იმედი მაქვს ცოტა ხანში ისევ შედგავს ფეხს ქართველი პროფესიული სუმოს ასპარეზზე და ისევ ჩვენც აღვადგენთ სიამოვნებით, ხო, იმიტომ რომ მე ისეთი ბუმი იყო, რომ მე უკვე რაღაცა ამის ბაშო, იმის ბაშო. თან არავინ რო არ იყო, ის მე ახალგაზრდა უკვე ხო გაგამარობას დაანება და უკვე ცოტა ყურები ჩამოვყარეთ, არც ჩანდა და ამ დროს გამოჩნდა ეს ველოდებით. როდესაც დიდ წარმატებას უსურვებ და მგონია რომ დიდ წარმატებას მიაღწევს. ჩვენიერი. ლადო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო გამოვიდა და რამდენიმე წუთს კი წაგართმევთ, თუმცა ვითამაშოთ და თამაში რაში მდგომარეობს აუგუსტის მესამე ბლოკში. მესამე ბლოკის დროს დადგა და რაში მდგომარეობს ახლა მესამე ბლოკი? ლადო, მე 10 მებრძოლი, UFC-ს მებრძოლი მაქვს ჩამოწერილი და დავიწყებ, ვიტყვი პირველს და არ იცი ვინ იქნება შემდეგი, ისე უნდა გადაანაწილო, შეადგინო ათეული რა. ყველა წონი, სხვადასხვა წონი. ხო, აბსოლუტურად. ქართველებიც არიან? ქართველებიც არიან, კი. ეს გაითვალა პირველი ორი დატოვოს. კაი, დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. პირველი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი. ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყოს მეოთხე. მეოთხე ვოლკანოვსკი. მაქს ჰოლოვეი. მეშვიდე. ყველა დროისთვის მოქმედი. მებრძოლები. მოქმედი, ხო. არა, ზოგიერთი თეორია არის ესეთი. ფრანსის ნგანო. ჰოლოვეი რომელი თქვი? მეშვიდე იყო ჰოლოვეი. ნგანო იყოს მაშინ
ანუ იყოს მაშინ მერვე. მერვენ განო. ილია თოფურია. ილია თოფურია მეორე. აჰა, გასაგებია. ხაბიბ ნურმაგომედოვი. ხაბიბ ნურმაგომედოვი იყოს მესამე. მეოთხე იყო ისა, ხო, ვულკანოვსკი? მეოთხე იყო ვულკანოვსკი. მესამე იყო. მესამე იყოს ნურმაგომედოვი. ჟოზე ალდო. ჟოზე ალდო იყოს მეხუთე. კონორი? კონორი იყოს აი უკვე პირველი აღლეში მომივიდა. ახლა ვერ შევცვლი, ხო? მოიცა მე-6 ყავს, ხო ვიღაც? მე-6 არავინ არ არის. ხო და მე-6 იყოს მაშინ. მე-6 არ არის, რა კაი, არ მე-6 იყოს. მე-6 არ მაგისი ადგილი მანდ არის. კაი, მაშინ მერაბ დვალიშვილი. პირველი მერაბ დვალიშვილი. ჯორჯ სენპიერი? აუ, სენპიერის იცოდი კაცო. მაშინ რაც დამჭა ადგილები ყველაზე მაღლა რომელია რა ვიცი. მე-9 და მე-10 დაგჭირდა. აუ, როგორ გავიმეტო ეგეთი. აი, მაგიტოა ეს მურტალი თამაში რა. ხო, ნუ იყოს მე-9 აუყოფა. და ანდერსონ სილვა გამოვიდა მე. ო, მაშინ მე-10 იყოს ანდერსონ. ეგრე გადაწყდა. ვადო, ძალიან დიდი ცოტა ნეპოტისტური გამომივიდა, ახლა ან ისა. თავარია პირველი მოორიდა, დანარჩენებს მეორეს ვინახავდი. დანარჩენებს ეშველება. წარმატებებს გისურვებ, დიდი მადლობა. ძმების პოდკასტი პაბორმუზდაოჩი ვიმყოფებით და გამოგვიწერეთ Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი მომდევნო ეპიზოდამდე. დროებით. ნახვამდის.